მაყურებელს უთხრათ რის ნახვის საშუალება ექნება ამ უქმეებზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სპორტული დასვენების დღეები გველოდება წინ. პირველ რიგში 22 ნოემბერს ეს UFC-ის ორთაბრძოლებია და უნდა ვნახოთ და ქართულს უგულშემატკივროთ ვიცით, ვინც ნაკრების ფეხბურთელებს ასე აკრიტიკებთ, ერთხელ მაინც შეგიძლიათ მიხვიდეთ ეროვნული ჩემპიონატის თამაშზე, იმიტომ რომ მაგალითად იბერია და გორისდილო პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, თანაბარი ქული და იბერიას თამაში იქნება მიხეილ მესხი და საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს და ჩემპიონი უნდა გავარკვიოთ დიდი ალბათობით ბოლო ტურამდე ცოტა ადრე და სარაგბო შეხვედრას უნდა ვისაუბროთ. იაპონიას ხვდებით, საკმაოდ ძლიერი მეტოქია, მით უმეტეს იაპონიასთან პირველი და ბოლო თამაში გვაქვს მოგებული და იაპონელები რევანშისთვის ჩამოვიდნენ ჩვენთან, ამიტომ ყველაზე მზარდი ნაკრებია ალბათ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სარაგბო შეხვედრებში გულშემატკივრების აქტივობას და ეს არაერთხელ დამტკიცდა, რომ ტიერ-1-ის გუნდებთან ქომაგი არის ერთით მეტი მოთამაშე მოედანზე და შესაბამისად მივადევნოთ თვალი უგულშემატკივროთ ქართულ სპორტსმენებს და მომდევნო კვირას ნიკოლოზ კალათბურთზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ძალიან მიხარია